Pirosmanis ცნობილი ტილო არსენალის მთაღამით საქართველოშია დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ნამუშევარი ბიძინა ივანიშვილმა კრესლის აუქციონზე შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა. სალომე ქოქიაშვილია მოამბის პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. Tamar, ჩვენ უკვე გქონდა შესაძლებლობა გვენახა ეს ნახატი საგამოფენო სივრცეში, შეიძლება ითქვას, რომ არსენალის მთაღამით დაასრულა თავისი მოგზაურობა. 1957 წლის შემდეგ, რაც იგი ქვეყნიდან გაიტანეს, 60 წელი მოგზაურობდა. ეს ნახატი ევროპაში საკმაოდ რთული და საინტერესო მოგზაურობა ჰქონდა, ის რამოდენიმეჯერ დაიკარგა და რამოდენიმეჯერ მიაგნეს მას პიროსმანის თაყვანისმცემლება სხვადასხვა ადგილას, თუმცა ამ მოგზაურობის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა მიმდინარე წლის 1 ივნისს კრესლის აუქციონმა, სწორედ ამ აუქციონზე იყო გამოტანილი პიროსმანის ეს შედევრი ერთ-ერთ ლოტად და ამავე აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ბიზნესმენმა შეიძინა ის 800.000 ფუნტად, თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც ამ თანხას დაემატა ეგრეთ წოდებული საკომისიო გადასახადები, გაირკვა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამ ნახატში 962.000 ფუნტი გადაიხადა ჯამში, რაც $1,500,000 მეტია. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ეს ნახატი გადასცა საჩუქრად საქართველოს. დღეს ეს ნახატი უკვე გამოფენილი არის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ იქ მოინახულოს, დაათვალიეროს ამ საგამოფენო სივრცეში. ამ საგამოფენო სივრცესაც აქვს სიმბოლური დატვირთვა, ვინაიდან სწორედ ამ გალერეაში გაიცნო პირველად პიროსმანის ეს ტილო ფართო საზოგადოება, რომელსაც 1919 წელს ის ქართველი მხატვრების ნამუშევართა შორის გამოიფინა და 96 წლის ინტერვალით ისევ ამ საგამოფენო სივრცეს დაუბრუნდა ეს ნახატი. ჩვენ ვესაუბრეთ ხელოვნებაცოდნეებს, რესტავრატორებს, რომლებიც ამბობენ, რომ ნახატი არის საკმაოდ კარგ მდგომარეობაში და შემდგომი ერთი კვირის განმავლობაში გალერეაში შესვლა იქნება უფასო, ნებისმიერი დამთვალიერებელი შეძლებს აქ მოსვლას და საბოლოო ჯამშიც ეს ტილო ბინას სწორედ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დაიდებს. კრესლის აუქციონზე შეიძინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ეს სურათი და ხელოვნების მუზეუმს გადასცა საჩუქრად. ალბათ სიმბოლურია, რომ აქ ამ დარბაზში გამოიფინა ეს სურათი, იმიტომ რომ 1919 წელს იყო ის გამოფენილი პირველად და ნამდვილად სასიხარულო და სიმბოლურია, როგორც თქვი, ის რომ ეს ნახატი ახლა აქ გამოიფინა. ეს მოლოდინი არამედ გაცილებით ფორმატი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი ფოტოდან შეიძლება შთაბეჭდილების მეთოდი. არის რამდენიმე მოტივი, რომ აქ უბრალოდ ერთი მოტივი, რომელიც არ გვაქვს არც ერთ სურათში პიროსმანის. ასეთი ლურჯით საათათებრებით და მთვარით არის სხვა სურათებშიც, თუმცა აი ეს მთის კალთაზე შეფენილი სახლები, რომელიც დახატული არ არის, უბრალოდ არის ფანჯრები, საიდანაც ბჟუტავს ეს მოტივი ნამდვილად არსად არ არის სხვაგან პიროსმანთან და მხოლოდ ამის გამო, თუმცა პირველ რიგში საერთო ფერწერული ფესების გამო არის, რა თქმა უნდა, არის შეიძლება საინტერესო ნამუშევარი. მას ჩატარებული აქვს რთული რესტავრაცია, გაკეთებული აქვს დუბლიაჟი, აღდგენილია მაღალ დონეზე. სურათი ახლა ძალიან კარგ მდგომარეობაში, მას არავით არის საფრთხე არ ელოდება. თუ მას სათანადო პირობები ექნება შექმნილი, მაგრამ მუზეუმში უკვე გვაქვს სათანადო პირობები და სურათი ძალიან დიდ ხანს გააგრძელებს ცხოვრებას. ნახატი გალერეაში გუშინგვიან ღამით მოიტანეს, იგი ამ დროისთვის განთავსებული არის პიროსმანის მუდმივ მოქმედ ექსპოზიციაში. ამ ნახატს აქვს საკმაოდ საინტერესო ისტორია. ის ინახებოდა ერთ-ერთ ქართულ სარდაფში, სადაც მას ზდანევიჩებმა მიაგნეს, შემდგომ იყო დაცული ზდანევიჩების კოლექციაში. 1957 წელს კი იგი ზდანევიჩებისგან შეიძინა საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელმაც იგი იუბილეზე სამახსოვროდ გადასცა ცნობილ ფრანგ მწერალს ლუი არაგონს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწორედ ლუი არაგონთან ინახებოდა ეს ტილო, შემდგომ იგი რამოდენიმეჯერ დაიკარგა და საკმაოდ რთული აღმოჩნდა მისი პოვნა და მოძიება, თუმცა დღეიდან უკვე ცნობილი იქნება მისი მუდმივი ადგილსამყოფელი. სამშობლოსთან 60 წლიანი განშორების შემდეგ არსენალის მთაღამით ისევ ბინას დაიდებს თბილისში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. დიდი მადლობა, ეს იყო სალომე ქოქიაშვილი.